ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ჩვენ სფეროში ტრამპის მიერ დაწესებულ სანქციებს იმპორტზე. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ კოპარდზე და EIZ-ზე მცირედით მოიმატა ავტომობილის ფასება. 81% of the cars in South Korea are made in South Korea. 94% of the cars in Japan are made in Japan. Toyota sells 1 million foreign-made automobiles into the United States, and General Motors sells almost none. Ford sells very little. None of our companies are allowed to go into other countries. ხალხის პანიკის გამო რომ ავტომობილის ფასები აუქციონებზე გაიზარდა. ყველა ფიქრობს, რომ რადგან ამერიკაში იმპორტული ავტომობილების ფასი გაიზრდება, ამერიკელები დაიწყებენ კოპარდზე და EIZ-ზე ავტომობილების შეძენას. რაც სერიოზულად გააძვირებს ავტომობილის ფასებს, რადგან ამერიკელები ბევრად მეციხდიან ავტომობილებში ვიდრე ჩვენ. რეალურად ამის საშიშროება ძალიან მცირეა. დიახ, ავტომობილის ფასები ნამდვილად გაიზრდება ამერიკაში, თუმცა მხოლოდ იმ პლატფორმებზე, სადაც იყიდება დაუზიანებელი ავტომობილები, როგორც არის Mahheini, ADESA, Pipeline. ძირითადად სწორედ იქ ყიდულობენ ამერიკელები თავიანთ ავტომობილებს. რაც შეეხება კოპარდს და EIZ-ს, აქ მხოლოდ გაიზრდება ასაკით ახალგაზრდა ავტომობილის ფასები, როგორც არის 2022 წლის და ზემოთ, რაზეც ასევე დიდი შანსია, რომ ამერიკელები ითამაშებენ. რაც შეეხება სხვა ასაკის ავტომობილებს, აქ დიდი ცვლილება არ იქნება, ხოლო ეს ხელოვნურად გაზრდილი ფასები და პანიკა რამდენიმე თვეში დასტაბილურდება და ბაზარი დაუბრუნდება ძველ ფასებს.